ჩვენ ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ, მკვლელობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა დედაქალაქის ცენტრში, ეს არის ლევან ჯანგველაძის საქმე. რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, რომელიც უკვე იცით, რომ გადაკვალიფიცირდა და შეკვეთილი მკვლელობით კვალიფიკაციით გრძელდება. ტარიელ კაკაბაძე, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატია, ჩვენი სტუმარი და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ საქმის დეტალებზე. მოგესალმებით, ბატონდარიელ, მადლობა მოგზანებისთვის და პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელს ვუთხრათ, რა ეტაპზეა ახლა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. თავიდანვე ამ საქმეზე იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის თქვენ, როგორც ოჯახის ინტერესების დამცველს, გქონდათ იმ თავითვე მოთხოვნა, რომ ეს უნდა გადაკვალიფიცირებულიყო როგორც შეკვეთილი მკვლელობა. საქმე გადაკვალიფიცირებულია. რა შეკითხვები გრჩებათ დღეს უკვე ამ ეტაპზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში განვაცხადებ იმას, რომ პირველივე დღიდანვე ამ საქმეზე ძალიან აშკარა იყო, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ეს არაერთხელ მithქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ გელა უძილაურს არანაირი პირადი მოტივი, რომ მოეკლა ლევან ჯანგველაძე არ გააჩნდა. წარმოიდგინეთ, არა თუ კონფლიქტი არ ქონიათ არასდროს, არამედ არც კი იცნობდნენ ესენი ერთმანეთს, შესაბამისად, როდესაც ადამიანს არ იცნობ, მასთან არანაირი გადაკვეთა არ ქონია, შეუძლებელი იყო, რომ მას პირადი საკუთარი გადაწყვეტილებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და მოეკლა ლევან ჯანგველაძე. ძალიან აშკარა იყო. პირველივე დღეებშივე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, გელა უძილაური მარტო არ მოქმედებდა, მას ეხმარებოდა არაერთი ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენაში, აწვდიდნენ ინფორმაციებს. მიცეს იარაღი და ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მას დაუტოვეს იარაღი და შემდეგ უკვე წინასწარ დადებული იარაღი თავად აიღო. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეუკვეთეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. და ჩვენ რა თქმა უნდა ვაკრიტიკებდით, მე პირდაპირ გამოდიოდი და ვამბობდი, რომ გამოძიება ხელს აფარებს არაერთ ადამიანს და სურთ რომ მხოლოდ ერთ ადამიანს დააბრალონ მთლიანად აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. და ვამახვილებდი ყურადღებას მუხლზე, კვალიფიკაციაზე, რომელიც იყო ძალიან ალოგიკური და მტკიცებულებებთან შეუსაბამო. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩვენ დაგჭირდა ძალიან სერიოზული ბრძოლა, ძალიან დიდი წინაღობის გადალახვა, შეიცვალა მუხლი აღნიშნულ საქმეზე და მუხლის შეცვლის შემდეგ უკვე საშუალება მიეცა გამოძიებას, რომ ჩაეტარებინა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება ზოგადად საკითხს, დღეს არის თუ არა საქმე გამოძიებული? ძალიან ბევრს გონია, რომ საქმე გამოძიებული არის. რომ დაკავებულია ძმები მიქაძეებიდან ერთ-ერთი, მეორეზე გამოცხადებულია ძებნა, ასევე ჯოხაძეების მიმართ არის ძებნა გამოცხადებული და დაკავებულია კიდევ ის იარაღის პატრონი, ასე ვთქვათ, რომელიც ამბობს, რომ დაკარგა იარაღი. ამით პირთაწრე ამოწურულია ბატონო ტარიელ, თუ არიან კიდევ სხვა პირები, ვისზეც უნდა გავიდეს გამოძიება, მათ შორის მოდით ვთქვათ, სახელდება ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი, ხო? აი მაგალითად გივით არგამაძესაც ჰქონდა რამდენიმე დღის წინ სტატუსი, სადაც ამბობს, რომ ყველაზე რეალური ვერსია არის სწორედ ეს, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძე იყო კომუნიკატორი ბიძინა ივანიშვილისა კრემლთან, აქ ჩაიხსნა, ასე ვთქვათ, მეორე პლანზე გადავიდა ოთარ ფარცხალაძის პირადი ინტერესი, რომელიც FSB-სთან არის, ასე ვთქვათ, მომგვარებელი და მესიჯების მიმტანი და სწორედ ოთარ ფარცხალაძის ინტერესი გამოიკვეთა ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ, სწორედ მან მიმართა მიქაძეებს და შემდეგ უკვე ჯოხაძეებიც ამის შემდეგ. პირველ რიგში რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებებს, არაერთი განცხადება გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან და ამაზე მე კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება. მე ვარ ადვოკატი და მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით და მტკიცებულებებით. რაც შეეხება ზოგადად საქმეს უკვე არის თუ არა ამოწურული, მოგახსენეთ რომ რა თქმა უნდა არა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ვფიქრობ რომ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები. წინასწარ რა თქმა უნდა იმის განსაზღვრა გაიზრდება თუ არა პირთაწრე არის აბსოლუტურად შეუძლებელი და წინასწარ ამის დაანონსება ჩემი მხრიდან როგორც ადვოკატის მხრიდან არასწორი იქნება. ასევე არასწორი იქნება რომ მე მოვითხოვო მტკიცებულებების გარეშე ვინმეს დაკავება, ვინმეს პასუხისგებაში მიცემა. მე როგორც ადვოკატი მჯერა რომ
მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიეცეს ყველა პასუხისგებაში და არა მტკიცებულებების გარეშე ჰაერზე. ამიტომ ჩემი მოთხოვნა არის გამოძიების მხრიდან, რომ ჩატარდეს სრულყოფილად გამოძიება, ხელი არავის არ დააფარონ აბსოლუტურად და მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებებით, სანდო მტკიცებულებებით, რაც დადასტურდება, იმის მიხედვით იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. გამოძიების ჩატარება არ უნდა იყოს ფორმალური და არ უნდა იმსახურებოდეს ვიღაც პირებისთვის, გავლენიანი პირებისთვის ხელის დაფარებას. ეს მტკიცებულებები იძლევა თქვენი შეფასებით ამ ეტაპზე იმის საფუძველს, რომ გამოიკითხოს როგორც მინიმუმ ოთარ ფარცხალაძე. რაც შეეხება გამოკითხვას, არაერთი ეჭვი და არაერთი ვარაუდი გაჟღერდა თუნდაც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ასევე გაჟღერდა სხვადასხვა ვარაუდები სხვა პირებთან დაკავშირებით. და როდესაც ეჭვები და ვარაუდები ჟღერდება, ასევე როდესაც საქმეში არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც კონკრეტული პირების სახელები და გვარებები არის ხსენებული, რა უნდა მოხდეს ასეთ დროს? უნდა ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა გამოირიცხოს აღნიშნული პირის ან პირების მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება ვინმეს ხელს აფარებს, ეფექტურად არ მუშაობს. ისევე როგორც აქამდე მე გამოვდიოდი და ვაკრიტიკებდი გამოძიებას, ვაკრიტიკებდი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, მომავალში საზოგადოების მიმართ ვიქნები ძალიან გულწრფელი და საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში და ვიტყვი, რომ ვინმეს ვიღაცას ხელს აფარებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლავ საგამოძიებო მოქმედებები, მე მინდა ვიყო ობიექტური და არ მინდა ხელაღებით ვინმეს რამე დავაყენო. ყოველ შემთხვევაში ბატონ ტარიელ, გამოძიებას ამ ეტაპზე პასუხი არ გაუცია, ვინ არის შემკვეთი? თავად გამოძიება და თავად ბრალდების ხარი ადასტურებს, რომ ლევან ჯანგველაძესთან კონფლიქტში მყოფმა პირმა შეუკვეთა აღნიშნული დანაშაული. და მე როგორც დაზარალებული ადვოკატს მაქვს მოთხოვნა, რომ პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას. ვინ იყო ეს პიროვნება, ვინ არის ეს პიროვნება, ვინც იმყოფებოდა კონფლიქტში ლევან ჯანგველაძესთან და ვინც შეუკვეთა აღნიშნული დანაშაული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს. და პირადად მე როგორც ადვოკატს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს. მე ვიბრძოლებ ბოლომდე და არ დაუშვებ იმას, რომ აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გაეცეს. დაუშვებელია ეს ისეთი საქმეა, დაუშვებელია კითხვებზე პასუხის არ გაცემა და ასევე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მოგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის უკან ქალაქში მოკლეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. დიახ. ეს ორი საქმე, ლევან კაჭარავასა და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეები გაჭრილი ვაშლებით გავს ერთმანეთს და ხელწერაც, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელწერაც არის ძალიან ერთგვაროვანი. ანუ დაუკვირდეთ, რაზე ვსაუბრობ. ლევან ჯანგველაძის საქმის პრევენცია შეიძლებოდა, მკვლელობის პრევენცია შეიძლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. ამის შემდეგ გელაუძილაურის ხელკვარზე არ დააკავეს და მას მიცეს შესაძლებლობა იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები გაექრო, რაც რა თქმა უნდა ართულებს დამკვეთებამდე გასვლას ყოველთვის და ორგანიზატორებამდე გასვლას. იგივე მოხდა ყავდეს ბატონ ტარიელ? შეიძლება. იგივე მოხდა ლევან კაჭარავას საქმეშიც. ლევან კაჭარავას საქმეში არათუ უშუალოდ მკვლელობის ჩამდენი პირი, არამედ საერთოდ არავინ არ არის დაკავებული. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ჩამდენი პირიც კი არ არის დაკავებული, მაშინ, როდესაც 21 საუკუნეში, როდესაც ყველგან კამერებია, არაერთი ბერკეტი აქვს საგამოძიებო ორგანოს, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს საქმე არათუ ვერ გამოიძიეს, არამედ არ გამოიძიეს ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე და ეს ამ ორი საქმის დეტალები მე ახლა არ ვიცი, ჩვენ სავარაუდოდ რო არ გვაქვს, მაგრამ ძალიან გავს ერთმანეთს და სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებაც ძალიან მსგავსი არის ორივე სისხლის სამართლის საქმეში. თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ამ ორივე საქმის უკან მე არაფერს არ გამორიცხავ, მე ვარ ადვოკატი, მე ვსვამ კითხვებს და მე ვითხოვ პასუხებს. აი რა დრო აძლევთ თქვენ, მოდით ასე ვთქვათ, საგამოძიებო უწყებებს, რომ გასცეს აი ამ მთავარ შეკითხვაზე პასუხი, რომელზეც უკვე ამდენი თვეა არც საზოგადოებას, არც ოჯახს არ აქვს პასუხი. ვინ არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთი? მაშინ, როდესაც მოგახსენეთ წეღან, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამქრალი არის, ხელკვარზე გელაუძილაური არ დააკავეს, როდესაც გამოძიების ტემპი იკარგება, რამდენიმე თვე ფაქტობრივად დაიკარგა ამ სისხლის სამართლის საქმეში. ყოველთვის რთული არის საქმის სრულყოფილად გამოძიება მოგვიანებით, ეს უბრალოდ აჭიანურებს გამოძიების წარმართვას. შესაბამისად, მე ეს ყველაფერი მესმის, თუმცა კვლავ მჯერა, რომ თუ აწი ჩატარდება
ობიექტურად ყოველ მხრივ გამოძიება მე კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე რა თქმა უნდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა ვერ ვისაუბრებ საჯაროდ თუ ჩატარდება ყოველმხრივი გამოძიება დღეს კიდევ არის შესაძლებელი გაეცეს კითხვაზე პასუხი. Ვის შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა? არა მარტო ამ საქმეზე, არამედ ლევან კაჭარავას საქმეშიც კი ფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კი ბატონო, საქმის მასალებში ფიგურირებს ოთარ ფარცხალაძის სახელმწიფო. თქვენ იცით და სხვათა შორის თქვენმა კოლეგამ დამისვა კითხვა ერთ-ერთ გამოკითხვის ოგზე, სადაც საუბარი არის ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის კონფლიქტზე და მათ შორის რაღაც გარკვეულ დაპირისპირებაზე და მე ყოველთვის ვამბობ, როდესაც ამ გამოკითხვის ოგზე მისვამენ შეკითხვას, რომ გამოკითხვის ოქმის საფუძველზე რა თქმა უნდა პასუხისგებაში ვერავის ვერ მიცემენ ამ გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, მაგრამ ის რა ინფორმაციაც არის აღნიშნული, ეს უნდა ან დადასტურდეს, ან უნდა მოხდეს აღნიშნულის უარყოფა და ჩვენ ვითხოვთ ობიექტურად გამოიძიონ შესაბამისი მტკიცებულებებით ან გამყარდეს აღნიშნული ვერსია, ან საერთოდ გამოირიცხოს. კითხვის ეს ჰაერში დატოვება, უპასუხო დატოვება ნამდვილად დაუშვებელია და ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე ამ საქმეში არ დარჩეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს გამოკითხვის ოგში კონკრეტული მოწმე აცხადებს, რა თქმა უნდა, მის სახელს და გვარს და თავად თქვენმა ჟურნალისტმაც დამისვა კითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით. მე ამას ვადასტურებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არის საჭირო იმისათვის, რათა ან დადასტურდეს, ან მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა. თუ იქნება მტკიცებულებები, შემდეგ უკვე სხვა ნაბიჯებზე გადავა გამოძიება. კი ბატონო, გასაგებია ჩვენ რასაკვირველია მივადევნებთ თვალყურს ბატონტარიელ ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გასცემს პასუხს და ბოლოს მე არ ვიცი, ხა აი რა ფორმით შეიძლება დაგისვათ ეს შეკითხვა, თქვენ თავად ადვოკატი ბრძანდებით და აი რომ არც პირად ცხოვრებაში შევიჭრათ, ან არც რაღაცა ისე დეტალებს შევეხოთ, თუმცა სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში არის თქვენ საკითხზე ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, განხილვა და მინდა რომ თუ კი თქვენ გექნებათ სურვილი ამ საკითხზე გააკეთოთ კომენტარი, ან უკავშირებთ თუ არა იგივე ლევან ჯანგველაძის საქმეზე თქვენს ადვოკატობას მთელ ამ ამბებს, რომლის დეტალებშიც მე ახლა არ შევალ, უბრალოდ რამდენიმე წუთი შემიძლია დაგითმოთ თუ კი გსურთ ამ საკითხზე განმარტების. მე მგონი საზოგადოება ისედაც ყველაფერს ძალიან ათლად ხედავს და ყველაფერი ძალიან აშკარა არის, მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ მე როდესაც ამ საქმეში ჩავერთე, იმდენ წინააღმდეგობას გადავაწყდი, რომ მე პირადად როგორც ადვოკატი, როგორც ადამიანი ველოდებოდი, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება მექნებოდა გზაში, უარესებიც კი და უარესებისთვისაც კი მზად ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი, რომ თუ ხარ ადვოკატი და თუ ნამდვილად გულით და სულით იცავ იმ ოჯახის ინტერესებს, ვისაც იცავ, ან თუნდაც კონკრეტული ბრალდებულის ინტერესებს ყველა სისხლის სამართლის საქმეში, უნდა იყო მზად ფულინგისთვის, შეურაცხყოფისთვის და ძალიან სერიოზული წინააღმდეგობებისთვისაც. მე ვიცი, რა საქმეშიც ვარ, ამას ვაცნობიერებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემზე არაფერი არ იმოქმედებს, ყველა ჩემს საქმეს, აბსოლუტურად ყველა ჩემს საქმეს. მე ბოლომდე მივიყვან და უბრალოდ ვერავინ ვერ შემაშინებს და ვერავინ მე ვერ გამაჩერებს. რაც შეეხება დანარჩენს თქვენ შეკითხვას, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს, მე კონკრეტული პირების რანძღვას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ დავიწყებ.